ლითოობის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სუფთავდება სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზები. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 ოჯახს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე 5 აბონენტია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გურის სამივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ლანჩხუთში ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. სურსათის დარიგების პროცესში ჩართულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე თავდაცვის ძალები. 70 წლის კაცი ვარ, მე ამ ხელათოვლი ნამდვილად არ მახსოვს. რა ვიცი, იმ ხელათოვლი რომ მოვიდა, შეიკეტა გზები, ყველაფერი. და მერიამ გამოყო ყველანაირად ტრაქტორი, გზას გვიწმენდნენ. გრძელდება გზის გაწმენდის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ცენტრამდე გაწმენდილია გზები, მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზების გაწმენდის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის დარჩენილია 80 აბონენტი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომელსაც არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაგრძელდება ხვალ სამუშაოები, რათა ეს გამოწვევაც აღმოიფხრას. ასევე აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგი საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში.